უნგრული დრონები უკრაინის საჰაერო სივრცეში. ზელენსკი წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სადაზვერვო დრონების შემოჭრა დააფიქსირეს, რომელიც სავარაუდოდ უნგრულია. უკრაინა ვარაუდობს, რომ ისინი უკრაინის სასაზღვრო რაიონების სამრეწველო პოტენციალზე დაზვერვას ახორციელებდნენ. ნანუკა ჟორჟოლიანი არასრულწლოვან შვილზე გავრცელებული დეზინფორმაციის გამო აპირებს ოცნების პროპაგანდისტულ რუსთავი ორს უჩივლოს. დღეს ტელეკომპანიამ მტკიცებით ფორმაში დაწერა, რომ საბა კოდუა იერაღის უკანონო ტარების გამო დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანი არ დაუკავებია მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით აღიძრა საქმე. საბა კოდუას შრეკის მიზეზი მის მანქანაში შემჩნეული იერაღის მსგავსი საგანი იყო, რომელიც პოლიციელების ვარაუდით ხმოვანი აკუსტიკური იერაღია. გიორგი ბაჩიაშვილზე თავდამსხმელი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მთავარ იუსტიციის სამინისტროში უთხრეს, რომ კახიმეტრებელმა საპატიმროვა და სრულად ამოწურა. ბაჩიაშვილს ციხეში თავს მიმდინარე წლის 11 ივლისს დაესხნენ. დღეს პატიმრობაში მყოფმა ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ინფორმაციით უახლოეს დღეებში გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმა ისევ იგეგმება. ლენინგრადის ოლქში ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მიღების შედეგად 24 საათში 19 ადამიანი დაიღუპა. საქმეზე 79 წლის პენსიონერი კაცი დააკავეს.